მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ეხლა ღამის 3 საათია. ვემზადებით გასასვლელად ძალიან მაგარ და ლამაზ ტურში, მაღალმთიანი აჭარა და გურია. ტრადიციულად ვიკრიბებით თბილისში, გასვლა გვექნება ალბათ დაახლოებით 2 საათში, თუმცა მანამდე სხვადასხვა ლოკაციებიდან უნდა შევიკრიბოთ და შემდეგ გავეშვილოთ, რა თქმა უნდა, გურიისკენ და მაღალმთიანი აჭარისკენ. ძალიან მინდოდა ამ ორი მხარის ნახვა, არა ვარ ნამყოფი და იმედი მაქვს, რომ ეს ტური ჩემს იმედებს სრულად გამართლებს. პირველი გაჩერება არის თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია. აქ ჩავხდებით ორნი ლოკაციაზე და შემდეგ უკვე გადავიდეცვლებთ გლდანულაში და აი გლდანულადან გავალთ დიდ გზაზე. ჩამოვედით პეტრას ციხეზე. ეხლა შევალთ ბილეთებს ავიღებთ და დავათვალიერებთ, რა თქმა უნდა. მახუნცეთის ჩანჩქერზე და რთული მოსაგნებია, იმიტომ რომ ნავიგაციები აქ არ არის. ეხლა ვცდილობთ რომ გავიკვლიოთ გზა და აუდიტა გადავიღოთ. ესე გამოიყურება გზა ჩანჩქერის ასასვლელამდე, როგორც ხედავთ, ტურისტულად დატვირთული ცენტრი არის.
ეს ჩვენი დღე მეორე. ჩამოვედით და დავბინავდით აჭარის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთია სოფელში. აგიცხრათ საოცარი სიმამაზეა და ნამდვილი აჭარის შეგრძნება თუ გინდათ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. მე ჩემს ფონზეც ჩანს თუ სადავართ. ძილი გზა გამოვიარეთ საღამისოდ საკმაოდ და რთული. ძალიან, მაგრამ ამადღირდა. დანარჩენს უკვე ვნახავთ ახლა ერთად. ქედების და შენი მთების ყურება მენატრები ჰაერივით მჭირდები ამ სიმღერას მხოლოდ შენ ერთს გიმღერი მე მაგიძებს ეს სამური ბუნება ქედების და შენი მთების ყურება მენატრები ჰაერივით მჭირდები ამ სიმღერას მხოლოდ შენ ერთს Oi nani na 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 Nani nani na 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 Oi nani na 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 Nani nani na na na
პირველი კერძო მუზეუმი საქართველოს ეთნოგრაფიული მიმართულებით და რასაც აქ ნახავთ, ყველაფერი არის ერთი პიროვნების ხელით შექმნილი. ეს პიროვნება გახავთ თემო ფურმანიძე. ესე იგი აქ თავისუფლად ცოცხლდება აჭარა და არა მარტო აჭარა. თაგვი არ არის. თაგვისგან დასაცავად. ხოჩიჩი, რომელსაც გადაჰყავდათ ბავშვი, ალბათ ახალშობილი 3-4-ში, სადაც დედა მიდიოდა, თან მიჰყავდა, ხანდახან შეიძლება ხედეც დაეკიდა ხის წოწოზე და თან სამეურნეო საქმიანობები იყავდა. კომბინაცია იყო და ხოლმე პატრონები იცოდა როგორ უნდა გაიხსნას. აი ეს შეძრალებული იყო ბერელზე ან რაღაც ისეთ სახლზე ნაკლებად ბერელზე იყენებდა. საჭიროების შემთხვევაში ექსკურსია მცხოვრებს. მტკიცებულებისთვის გავაკეთე სტენდი. 1986 წელი, როდესაც დავიწყე საქმიანობა, 87 წელი, 94 ჩემი გადაღებული ფოტო და დაბეჭდილი დროისათვის. ჩურჩხელა რო ნახეთ, მაკეტი, მანეკენი, სალოცავის მაკეტი, ხეზეკვეთილობა სადაც იმყოფებით ახლა, შენობათა მაკეტები, ნავი, აი ქანდაკებები, თუ დამიწერებთ ეს არის ჩემთვის შესრულება და შევქმნით პირველი კერძო მუზეუმი საქართველოში. მუზეუმი ბევრია, მაგრამ როგორცაც ერთი კერძო მუზეუმი ამ მიმართულებით ეს არის ერთადერთი. ეხლა ექსკურსია გრძელდება, ექსკურსიის ბოლოს კიდე შევხვდებით და მოგიყვებით ამ მუზეუმის შესახებ.
ხშირად ვეკითხებიან როგორ გააკეთეთ, ვინ გააკეთეთ ასე შემდეგ, ვიდა განმარტება როგორ ამას ყველგან არ გვამბობ. მუზეუმის დია 86 წელს შეიჭრა. შემდგომ როგორც ასეთი ცალ-ჩაკე კუთხეები ჰქონდა 86 წელს 2006 წელში უკვე ექსპოზიცია მოაწყეთ, მაგრამ არაც მოადგილეთ იყო. იმის შემდგომ როგორც დიდი კოლექცია ტურისტების მოთხოვნიდან გამომდინარე და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე შექმნილი ეს მუზეუმი. ახლა მე დავიწყე 92 წელს დავქორწინდი მეუღლე მომიგდა მხარში, წარმოგიდგენთ ინტერში, უშუქობაში. იმის შემდგომ შვილები შემეძინენ და დაიზარდნენ მუზეუმის კეთების პროცესში, თანშრომა, ოჯახის რჩენა, შვილების გაზრდა, სწავლა, ეს ყველაფერი ერთად შევქმნით და როდესაც უკვე დაამთავრეს უნივერსიტეტი, თუმცა პარალელურად უნივერსიტეტის დამთავრების შუალედშიც, აი ამომიდგენ მხარში და მე ჩემი ორი შვილი გავხსენით აი ეს მუზეუმი 2016 წელს. შემდგომ ავიყვანეთ გიდები, რომლებიც არიან კვალიფიცირებული ექსკურსიამძღოლები და ეხლა მართავ მე ჩემი შვილებისა და კვალიფიცირებული გიდების ერთ და არა მარტო მე დავიწყე, მაგრამ ამას დიდი განვითარება. გილოცავთ ბატონო რეზო. გავალდა ეს. დავატების გექონია. რა ის გახდი საპენსიო 65. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ექსკურსია სამწუხაროდ შეწყდა. ტექნიკური პრობლემების გამო მანქანა იყო გაუმართავი. ვეღარ ავედით ვერც ხიხანის ციხეზე, ვერც ბეშუმში, ვერც გოდერძიზე, ვერც მწვანე ტბა გადავიღეთ. სამწუხაროდ აი ეს მეორე ნაწილი მეორე დღე ჩავგვივარ და ამის გამო უწია სასწრაფოდ დაბრუნება თბილისში და გული დაგვწვა თქონდა ყველას. დავგეგმოთ ისევ და იმედია რომ ყველაფერი უკვე კარგად იქნება. თუ გამოცდილებაც ავიღეთ, გასაგებია ხდება ახლა ყველაფერი რა თქმა უნდა, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო სკოლის და დანაშაულება შეიძლება, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფერი იყო, არათანმიმდევრული იყო და ხა ძალიან არ მინდა კრიტიკა გამოვიდეს, მაგრამ როდესაც მიდიყავს 17 ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩააგდო შენი რაღაც დაუდევრობის გამო. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. მედი მაქვს რომ დავლაშქრავთ ისევ. და ოშხოში შემართება ძალიან მაგარი გვაქვს. ჩვენ ესე ადვილად არ ვნებდებით ყველა სირთულეს, ღირსეულად ვუმკლავდებით ხოლმე. ცხოვრება ხდება ყველაფერი, რა თქმა უნდა ესევ გეგმაში იქნება. აუცილებლად გირჩევთ მეგობრებო, მაღალმთიანი აჭარის ნახვას. საოცარი ადგილია, ლამაზესი, იმოგზაურეთ საქართველოში, აღმოაჩინეთ საქართველოს და შეიყვანეთ, იმიტომ რომ შეუძლებელია საქართველოს აღმოაჩინოთ, გაიცნოთ უკეთ და ის არ შეგიყვარდეთ სიგიჟე.